ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან მეტი სარგებელი რუსეთს ამ სიტყვებით მიმართეს სამინისტროსთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა საქართველოს ხელისუფლებას. როგორც ახალგაზრდული ფრთის წევრებმა განაცხადეს, საქართველოს ხელისუფლებამ ბენდუკიძის მეშვეობით რუსეთს მიყიდა ის სტრატეგიული ობიექტები, რომელსაც ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აქციის მონაწილეებმა ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსის პალატა, ექს-მინისტრი კახა ბენდუკიძე კი პუტინის ხელდასმულ პირად მოიხსენიეს. ყოველდღიურ რეჟიმში თიციშვერენ ქართული ოცნებისკენ, ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წარმომადგენლებისკენ თითქოს ჩვენ ვართ რუსული პოლიტიკის გამტარებელი და ასე თქვა რუსული პოლიტიკის დაკვეთა. აი, კარგად შეხედოს საზოგადოებამ შეაფასოს ძალიან მარტივად შავი თეთრზე ჩვენ არაფერს არ ვამბობ თუ ვინ არის რეალურად რუსული პროექტი საქართველოში. ბენდუკიძე დღეს ვითომ განათლებას კურირებს და ქართულ ახალგაზრდებს ანათლებს, შინამდვილეში კი ის არის არაფორმალური მინისტრი და აგრძელებს იმ კამპანიას, რაც მან ჩამოსვლის დღიდან დაიწყო და რასაც სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა ქვია. ჩვენ არ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას, სრულ მთავრობას დაუშვათ ერთი მარტივი შეკითხვა. თუ ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის აგენტი, მაშინ თავად რატომ იყიდეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის რკინიგზა, გაზი, დენი, ენგურჰესი, ჟინვალჰესი რუსეთს?